ხო არ ვიცობთ ერთმანეთს? არა, ანუ რაც შავიდან გიცნობ. ისე ჩამეხუნდა და მაგასაც მეთქი. რისი გჯერა? ერთ-ერთ სპორტალბაშიც მუშაობდი, როცა 11 წელს ვიყავი დასაფლავებაში. იმიტომ რომ ფული მჭირდებოდა და მაგაზე პრობლემა რაღაც დამორცხება არ მქონდა. თუ იდარდებ, აი მართლა არაფერი გამოვა. პირველად მივიდა ვიღაცასთან და არა ჩემთან. Damn. Sure. Are you a big deal? Oh my god. Bye man. I love you. ხო არ ვიცობთ ერთმანეთს? არა, ანუ რაც შავიდან გიცნობ. ისე ჩამეხუნდა და მაგასაც მეთქი თან მე მავიწყდება ყველა სახელი და რაღაცები და მეთქი ხო არ ვიცოდები გამარჯობა. არა. და მე თამაშობ მეთქი როგორ ხარ? შენები როგორ არიან? რა, კარგად შენები? რა ქვია და რამდენი წელს ხარ? ვაჟა, 23 წლის. რატო გაგეხარდა ჩემი ნახვა ესე? იდეალური კონტენტი გაქვს. ანუ აი გიждები მართლა. ძალიან კარგი კონტენტია. დღეს ვეკითხები ხალხს რისი სჯერათ? რისი გჯერა? იმედის არ დაკარგვეს და რაღაცის ყოველთვის ასრულების. ბიზნეს მიღწევის მჯერა ყოველთვის. თუ რაღაცა ისახავ ფიქრობ, რომ იმისკენ თუნდაც გეგმადასახული არ გქონდეს, თუნდა იბრძოლო, რომ მიხვიდე იმ რაღაცამდე. ამ ცუდი ემოციები შეიძლება იყოს კი, ჩემი აზრით, მაგრამ მანდიდან უნდა წამოიღო რაღაც ცოდნა. მე თვითონ ამ ეტაპზე ფრილანსერ მუშაობ, მუშაობ კონტენტ კრეატორის მიმართულებით. იმის გამო, რომ რაღაცის შემოქმედება მომწონს. რაღაცას ვქმნი, ვიღაცას ვუქმნი რაღაცას და ეს ძალიან სასიამოვნო არის. როცა კომპანიაში მუშაობდი, როცა უბრალოდ ვიდექი, თუნდაც სტენდზე ან კონსტანტად მუშაობდი, არ მithკდებოდა. ერთ-ერთ სპორტალბაშიც მუშაობდი, როცა 11 წელს ვიყავი დასაფლავებაში. იმიტომ რომ ფული მჭირდებოდა და მაგაზე პრობლემა და რაღაც დამორცხება არ მქონდა. უბრალოდ რასაც ვთავდი? ტრენაჟერებს გასახდელებს და მსგავს უყალაფერს რა. მაგ სამსახურში უფრო იმის გამო მივედი, რომ მაინტერესებდა ის ხალხი, რომელიც მაგ პოზიციაზე მუშაობდა, რას განიცდიდა და როგორ უყურებდნენ მაგ ადამიანებს. როგორ გიყურებდნენ? იცი რა, იმის გამო რომ მე 17 წელს ვიყავი და ბიჭი და ხედავდნენ როგორი მოტივირებული ვიყავი ზოგადად ცხოვრებაში, თალად ძალიან ისე ზემოდან არა, მაგრამ იყო მაინც მსგავსი მომენტები. შენი თავის იმედი, აი ამიღწერე როგორ გაგდა რისი გჯერა? თითქოს შიგნიდან ხედავ შენს თავს, წარმოგიდგენია შენი თავი რაღაც ძლიერი მყარი და გონებაში რო უყურებ შენს ეგეთ თავს, ყოველთვის იმას ვფიქრობ, რომ აი კი, მე შენ უნდა ვიყო ვეჭველი და არა ის, რასაც სამყარო ცდილობს რომ გამხადოს. ხალხს ეშინიათ რაღაცების დაწყება და უნდათ security, გამარჯობა ბავშვები. და უნდათ security იმისი, რომ აი ხელფასი ოჭველი მოვა და მე ნაკლებზე დავთანხმდები, იმიტომ რომ მე მეშინია რომ მე ვერ ვქნა ეგ და ვერ გავქაჩო. და აი ეს მომენტები და აზრები რომ მოგდის, ადამიანებმა როგორ უნდა გადალახუნეს. პირველი იმას ვიტყვი, რომ თუ იდარდებ, აი მართლა არაფერი გამოვა. გონებაში იმდენ კარგ გზას ჩაგიკეტავს, ფიქრის კარგ მიმართულებას, რომ ჩათვალე, ანუ უბრალოდ სტრესი დაგჭირება ბოლოს, აღარც სამსახური იქნება, აღარც გამოსავალის, ანუ შანსი აღარ გამოჩნდება, უბრალოდ სტრესი იქნება. დღეს როგორ მიდის კონტენტი? გამარჯობა. კარგად შენ? მადლობა. კი. პირველად მივიდა ვიღაცასთან და არა ჩემთან. Damn. Sure. Are you a big deal? არც ვიცოდი ეგეთი. Damn, he's a big deal, guys. ვიდი. Op. Hello, დიდი. კარგად. არ გიცნობ კონტენტიდან რა რაღაც პროდუქტი იყო, რის ამ კომპანიის სახე ვიყავი და აქედან ვწინავს უფრო ბავშვები, რაღაც ბავშვებზე გათვლილი სეგმენტი იყო და კარგად მიდიოდა. და გააკეს წნეხი, რომ აი სულ კარგად მოიქცა და რაღაც ამათი მომენტი. შენ თავში გჯეროდა და კიდევ უფრო გჯეროდეს. უღრმესი მადლობა უნდა ჩაგდო.